წითელ ხალიჩაზე ახალგაზრდული ევროპარლამენტის არაერთგზის დელეგატი ირაკლი მესხი მოდის, რომელმაც მორიგ ანსამბლეაზე გამგზავრებამდე ახალ ხმაში მოსვლა გადაწყვიტა. მე ვარ ირაკლი მესხი, ვარ 18 წლის, ცხოვრობ ქალაქ თბილისში. დაახლოებით 1 წელია, შეიძლება ცოტა მეტი რაც ხერი. ძალიან სპონტანურად მოხდა, უბრალოდ რაღაც 1-2 წავიმღერე და რაღაც მომეწონა, ასე ვთქვათ, ჩემი ნამღერი რა. და მე დავიწყე ესე ჩემით რაღაც გიტარაც ვისწავლე YouTube-ით, სიმღერაც ჩემი დავიწყე. და ვღეროდი ესე ჩემთვის რა. ამდენჯერმე მე ხალხშიც ვიმღერე ეს დაბადების დღეებზე რაღაც და მოეწონა ხალხსაც და ხალხსაც რომ მოეწონა. მე მირჩიეს მეგობრებმა რომ იქნებ სადო, სადმე გახვიდეო და აუ, ცაგ. მე ვარ ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის დელეგატი. ეს ორგანიზაცია არის ახალგაზრდული ორგანიზაცია და ითვალისწინებს ევროპის პრობლემებს, განიხილავენ ევროპისთვის ყველაზე რთულ პრობლემებს, როგორიცაა კრიზისი და ასე შემდეგ. და 3 სესიაში მაქვს სულ მიღებული მონაწილეობა, 3 სესია იყო საქართველოში. 1 საერთაშორისო, 1 რეგიონალური და 1 ნაციონალური სესია. ბოლომდე არ მაქვს გადაწყვეტილი ცხოვრებაში, რას გავაკეთებ და როგორ, თუმცა ვუშვებ იმ ფაქტს, რომ შეიძლება პოლიტიკოსის გამოვიდე. ავი, ამ პროექტის გამო ჩემ მუსიკალურ განვითარებას რა და ჩემი თავი დამკვიდრე მუსიკალურ საყვარელში. ჩემი ფავორიტია მაია, იმიტომ რომ ვთვლი, რომ ჩემ მუსიკალურ ჟანრთან ყველაზე უფრო ახლოს არის მაია. Today was gonna be the day that they're gonna throw it back to you. By now, I somehow realize what you gotta do. I don't believe that anybody feels the way I feel about you now. Backbeat, the word is on the street, but the fire in your heart is out. I'm sure you're better up before, but you never really had it down. I don't believe that anybody feels the way I do about you now. And all the roads we have to walk are winding, and all the lights we hear despair are blinding. There are many things that I would like to say to you, but I don't know how. Because maybe you're gonna be the one that saves me. And after all, you're my wonderwall. You're my მოგესალმებით. გამარჯობა. სახელი? ირაკლი. ირაკლი, ჩემ შემთხვევაში გავიმართლებ თავს, მე იმიტომ არ დავაჭირე, რომ ამ შემთხვევაში რეპერტუარი მომწონს და შესრულება თითქოს რაღაცნაირად ვერ მოარგე, რაღაცები დამაკლდა მე ჩემთვის. შეიძლება აი რახან გიტარით ხარ, შეიძლება ამაზე გადმოიტანე ყურადღება. არ ვიცი. მეც სიმღერა ჩემთვის ძალიან საყვარელი სიმღერაა ეს. წმინდათა წმინდა სიმღერაა ეს ჩემთვის და ცოტა ჩაიკარგე რა თვითონ სამწუხაროდ. ბენდი უკრავდა ძალიან ენერგეტიკა მოდიოდა ყველაფერი და შენ ცოტა დაგვაკლდი. მე არ მაქვს შენიშვნები სიმართლე გითხრა, არ ვიცი რატო. მომეწონა ძალიან, უბრალოდ მე ვეძებ ცოტა სხვას და ამიტომაც არ დავაჭირე. დიდი მადლობა. მე მეგონა რომ მიგიღებდნენ ნამდვილად, იმიტომ რომ ჯერ ეგეთი ის მუსიკა რომელიც მე მომწონს
ესენი რაღაც ისე ვარაუდები, რა ვიცი, იმათ მოეჩვენათ, რომ ეს არ მოდიოდა, უდრაევიოდა. მე მაგალითად მოეჩვენა, რომ ეს მოდიოდა. დიდი მადლობა. არა უშავ შემოგეღო ჩემი თავი წარმატებებს გისურვებ და ამ კონკურსით რა თქმა უნდა არაფერი ამთავრდება თუ შეგინდა სერიოზული კარიერა აიწყო შენ ამას გააკეთებ იმიტომ რომ შენ შეგიძლია რაც შეეხება ირაკლის მე ვფიქრობ რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოეშვას იმიტომ რომ არის მასალა ძალიან კარგი უცებ რომ მოტრიალდები არის ქერა სიმპათიურესი ახალგაზრდა ადამიანი რომელსაც აქვს საკმაოდ ბოხი გარეგნობასთან შეუსაბამი ხმა რაც ასევე ერთ-ერთი კარგი რაღაც ითვლება როდესაც ხარ შემსრულებელი ანუ რაღაცით გამოირჩევა